მოგესალმებით. მე ნინა შამხოფი ვარ და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რაჰუზე ურთიერთობებში. ანუ კონკრეტულად რაჰუ როგორ ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე გავლენას. ვედორ ასტროლოგიაში არსებობს ესეთი რაღაცა იოგა, რომელიც მიუთითებს ორი პლანეტის ერთმანეთთან ურთიერთქმედების ენერგიაზე. მაგალითისთვის, თუ პლანეტა რომელიღაცა პლანეტიდან მე რამდენიღაცა სახში იმყოფება, შეიძლება იყოს იოგა, ანუ რაღაცა კონკრეტული მდებარეობა. როდესაც რაჰუ გარეულია ამ იოგაში, ხდება ხოლმე ისე, რომ განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა და ეხლა კონკრეტულად გადავიდეთ ამ იოგაზე, რომელზეც გესაუბრებოდით. როდესაც რაჰუს მფლობელი პლანეტა რას ნიშნავს რაჰუს მფლობელი პლანეტა? ეს არის დესპოზიტორი, ანუ მასპინძელი. მაგალითად, ამ რუკაში ხედავთ, რომ რაჰუ არის ტყუპებში, მე-12 სახში, ტყუპებში, შესაბამისად, ტყუპების მფლობელი არის მერკური და აქ რაჰუს დესპოზიტორი, ანუ მასპინძელი პლანეტა არის მერკური. თუ რაჰუ იქნებოდა კუროში მაგალითად, მაშინ იქნებოდა ვენერა, თუ იქნებოდა ვერტში, იქნებოდა მარსი და ასე შემდეგ. პირველ რიგში უყურებთ, რომელი პლანეტა არის რაჰუს დესპოზიტორი და შემდეგ ვუყურებთ ამ პლანეტასა და რაჰუს ურთიერთობას. თუ მოხდა ისე, რომ ამ პლანეტას აქვს თვითონ რაჰუსთან რაიმე კავშირი და ამ კავშირში იგულისხმება ის, რომ ზის რაჰუსთან ერთად იგივე სახლში, არის რაჰუდან მე-5 სახლში, რაჰუდან მე-7 სახლში, ან რაჰუდან მე-9 სახლში. ანუ აქვს რაჰუს ასპექტი. ამ შემთხვევაში იქმნება ეს იოგა, ამ იოგას ქვია მოჰა იოგა და როგორ მოქმედებს ამაზე ვისაუბრებთ. ჯერ აი მაგალითისთვის, ამ რუკაში რაჰუ ყავს 12 სახლში, ხო, ტყუპებში. აქ რაჰუს ასპექტი ეცემა რაჰუდან მე-5 სახლზე, რაჰუდან მე-7 სახლზე და რაჰუდან მე-9 სახლზე. იგივე სახლში ვხედავთ, რომ არ გვყავს მერკური. გადავითვლით 5-ს რაჰუდან 1 2 3 4 5 ეს არის მე-4 სახლი, არც მე-4 სახლში არ არის მერკური, მაგრამ რაჰუდან მე-7 სახლში გვიზის მერკური. და ეს ნიშნავს, რომ იქმნება ეს იოგა. აქ რომ იყოს მერკური მაგალითად მე-8 სახლში, მაინც შეიქმნებოდა ეს იოგა, ან მე-4 სახლში რო იყოს, ან მე-12 სახლში რაჰუსთან ერთად. მაშინ გვექნებოდა მოჰა იოგა მერკურით. იგივე სიტუაცია რომ იყოს სხვა პლანეტასთან დაკავშირებით, ნებისმიერ სხვა პლანეტასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კეტუს გარდა, კეტუს არა აქვს თავისი სახლი ამ კუთხით, მაშინ გვექნებოდა მოჰა იოგა იმ კონკრეტული პლანეტი და ეხლა ვისაუბრებთ იმაზე, რა გავლენას ახდენს თვითონ ეს ჩვენზე. განსაკუთრებით ეს გავლენა ძლიერდება მაშინ, როდესაც გვაქვს რაჰუს პერიოდები, რაჰუს მახადაშა, თუნდაც რაჰუს ანტარდაშა ან რაჰუს ბუხტიც, ანუ მესამე დანაყოფი, შეიძლება იყოს გამააქტივირებელი ამ იოგის. ანუ შეიძლება სულ ესე იყოს რუკაში, მაგრამ ცხოვრების რომელიღაც ეტაპებზე ეს შეგრძნება, რომ გააქტიურდა, კიდევ უფრო მეტად გექნებათ. ეხლა ჩამოვთვალოთ სხვადასხვა პლანეტებზე როგორ ახდენს რაჰუ გავლენას. სინამდვილეში რაჰუ როგორც იცით არის უბრალოდ ესეთი ენერგია, რომელიც პლანეტას ეხება და ილუზიაში ახვევს. ანუ ის პლანეტა, რომელიც რაჰუს დესპოზიტორია, არის იმის შანსი, რომ იყოს ილუზიაში გახვეული. თუ ეს ხდება მთვარესთან მიმართებაში. მაგალითად, რაჰუ რო იყოს კირჩხიბში და მთვარეც იყოს იქვე კირჩხიბში, ამ მთვარე იყოს რაჰუდან მე-5, მე-7 ან მე-9 სახლში, შეიქმნებოდა მოჰა იოგა მთვარით. მთვარის შემთხვევაში ადამიანი ეძებს ყოველთვის იდეალურ პარტნიორს. შეიძლება კაცის რუკაში თუ არის ადამიანი ეძებდეს დედის მსგავს ქალს, ან შეიძლება ეძებდეს ადამიანს, რომელიც დედობას გაუწევს, ასე ვთქვათ, ანუ აი პირდაპირ პარტნიორს კი არ ეძებს ადამიანი, შეიძლება ეძებდეს დედას, ასევე ქალის რუკაშიც შეიძლება იყოს
ისე რომ ქალი სულ ეძებდეს idеალურ პარტნიორს და ყოველთვის პოულობდეს რაღაცა ნაკლოვანებას, შეხება კონდეთ საკარგული რეალობასთან. აქ ხდება ძალიან ხშირად, რომ შეიძლება რაღაცა, როდესაც გასერიოზულდება ურთიერთობა, გადაიფიქროს ადამიანმა, რადგანაც მაინც იმ იდეალს ელოდებოდეს. და ხშირია ხოლმე ურთიერთობაში პრობლემები ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც განასახიერებს მთვარეს, მაგალითად დედასთან. ურთიერთობაში ადამიანი, მაგრამ დედას არ მოსწონს, ან რაღაც დედასთან არის კონფლიქტი. ან შეიძლება სიდედთან ან დედამთილთან იყოს. ესეც ამ შემთხვევაში იქნება მთვარის ენერგია ჩვენს რუკაში. თუ არის სიტუაცია, როდესაც მოჰა იოგაში მონაწილეობს მერკური. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად მინახავს, რომ ადამიანი პარტნიორში ეძებს უპირველეს ყოვლისა მაღალ ინტელექტს. ანუ ინტელექტი არის მისთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფაქტორი. ყავს ყოველთვის თავისზე ბევრად უფრო მაღალი ინტელექტის ადამიანები პარტნიორად. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ასაკობრივად დიდი სხვაობაა პარტნიორთან, როდესაც მერკური არის ამ იოგაში გახვეული. შეიძლება ერთი და იგივე ადამიანს ყავდეს ჯერ 10 წლით პატარა ურთიერთობაში იყოს 10 წლით პატარა ადამიანთან და შემდეგ იყოს 10 წლით უფრო დიდ ადამიანთან. და ანუ ეს რაღაც ასაკობრივი ცოტა უხერხული სიტუაცია შეიძლება ექნებოდეს ხოლმე, რადგანაც მერკური ეს არის კომუნიკაციასთან კავშირში, ხო? ანუ აი კომუნიკაცია ხდებოდეს ცოტა ისეთი აცდენილი ადამიანთან და ასევე მერკური როგორც ცით არის ანდროგენი და ხშირად არის რომ შეიძლება ურთიერთობაში იყოს სექსუალური შეუსაბამობა, რადგანაც მერკურის ურჩევნია ხოლმე ინტელექტი, ვიდრე აი სასიყვარულო ურთიერთობაში მერკურს არ აქვს აი ეს ასე ვთქვათ პოტენციალი. თუ ეს ხდება სატურნთან დაკავშირებით, ხშირად ხდება, რომ პარტნიორი არის ბევრად უფროსი, ან შეიძლება იყოს პარტნიორი, რომელიც ისე გვექცევა, როგორც ბევრად უფროსი. ანუ ასაკით შეიძლება ტოლები იყვნენ, მაგრამ ერთი იყოს ბევრად, ანუ თავის თავზე კონდეს მშობლის პოზიცია აღებული პარტნიორს. არის ხოლმე ამ შემთხვევაში, რომ ადამიანი შეიძლება რჩებოდეს მოვალეობის გრძნობის გამო ურთიერთობაში და არარეალურად უნდოდეს და ხშირია ხოლმე, როდესაც აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირია ხოლმე, როდესაც სატურნი მონაწილეობს აქ, რომ მოხდეს გაშორება პარტნიორთან ან პარტნიორის დაკარგვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ თქვენს რუკაში ესეთი რაღაც აღმოაჩინეთ, რომ აპრიორი ესე მოხდება, უბრალოდ ილუზიას, როდესაც აღმოაჩენ, ის იფანტება ძალიან ხშირად და აი რახუზე მუშაობა კონკრეტულად დაგეხმარებათ, რომ ის პლანეტა გამოვიდეს რახუს უარყოფითი გავლენისგან და გასწორდეს ყველაფერი. იუპიტერის შემთხვევაში ხდება ისე, რომ ადამიანი ეძებს ყოველთვის სულიერად შესაბამის პარტნიორს. ანუ ცდილობს რაღაცა მაღალი იდეალების გამო იყოს ვიღაცასთან ურთიერთობაში. საერთო შეხედულებები უნდა კონდეთ, საერთო მიზანი უნდა კონდეთ აუცილებლად. ასევე ცდილობს ადამიანი ძალიან ხშირად, რომ ურთიერთობაში საკუთარ სურვილებზე გაიმარჯვოს. შეიძლება აღარ უყვარდეს პარტნიორი, მაგრამ იქიდან გამომდინარე იყოს მასთან, რომ საზოგადოების აზრი თვალისწინებდეს და თვლიდეს, რომ ეს მას არ შეეფერება მის იმიჯს. როდესაც არის ვენერასთან ეს იოგა ჩამოყალიბებული, მაშინ ვენერა ეხება, რა თქმა უნდა, ილუზიებში და ადამიანს უნდა, რომ ყავდეს პარტნიორი, რომელთანაც ექნება სულ აი ეს ურთიერთობის დასაწყისი, რაღაცა ზედმეტად იდეალური რომანტიკა, რეალურ ურთიერთობას, მოწყენილობას ვერ იტანს ურთიერთობაში და უნდა რომ სულ ეს დასაწყისი სტადია იყოს მისთვის. რეალობის არ მიღება, ხო? და ასევე შეიძლება იყოს ადამიანი არატრადიციული ორიენტაციის, როდესაც ვენერა იქ არის, მაგრამ შეიძლება უბრალოდ, როდესაც რახუს პერიოდი აქტიურდებოდეს იმ კუთხით, რომ ადამიანს რაღაცებში უჩნდებოდეს, რომ შეიძლება არატრადიციული ორიენტაციის არის და სინამდვილეში არც იყოს. რადგანაც რახუს გავლენა. მზის შემთხვევაში
არის ხოლმე ისე, რომ თუ გალის რუკაშია, შეიძლება ადამიანი მამას ეძებდეს, მამის მსგავს ადამიანს ეძებდეს, ან კონკრეტულად პარტნიორში მამას ეძებდეს. არის ხოლმე ეგოსთან დაკავშირებული პრობლემები, მზე როგორც იცით ეგოა და რაღაცა კონკურენტად აღიქვამდეს პარტნიორს და არა რეალურად პარტნიორად, რომელთან ერთადაც უნდა რომ რაღაცა ცხოვრებაში შექმნას. აქაც ხშირად ხდება ხოლმე ეს რახუს გავლენით განქორწინებები და დაგვრჩა მარსი. თუ მარსი არის აქ ურთიერთობაში, არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს უნდა ძალიან უნდა რომ პარტნიორი იყოს, ასე ვთქვათ, თანამოაზრე. ყველაფრის გაზიარება უნდა პარტნიორთან. ანუ უნდა რომ იგივე ინტერესები ქონდეს, უნდა რომ იგივე მეგობრები ყავდეთ. ანუ თითქოს აი საკუთარ, ასე ვთქვათ, პირადულ სივრცეს აღარ უტოვებდეს შეიძლება ადამიანი პარტნიორს, ან ქონდეს ზედმეტად აგრესიული დამოკიდებულება რაღაც მომენტში, როდესაც არ არის საჭირო. და ასევე შეიძლება იყოს პრობლემები ამ პარტნიორის მეგობრებთან, ყველაფერს მარსი ანსახიერებს, ან მულთან, ან მაზლთან, ან რძალთან იყოს, ასე ვთქვათ, პრობლემები შეიძლება, როდესაც მარსი არის გარეული მოხა იოგაში. ეხლა ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე გაგაცანით, რომ თუ თქვენს რუკაში აღმოაჩენთ ამ იოგას, მაშინ დიდი შანსია, რომ როდესაც გამოვა სინათლეზე რახუს ენერგია, ყოველთვის რეგულირდება, თითქოს აი ილუზიიდან გამოდის. თუ შეატყობთ, რომ მაგალითად იუპიტერი ყავთ რახუსთან ერთად და შეიძლება მართლა იდეალურად სულიერად შესაბამის პარტნიორს ეძებთ. რომ ეს ილუზიაა. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ქორწინებაშიც იყოს და ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ მაინც გეგულებოდეთ, რომ თითქოს სადღაც უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სულიერად უფრო შეგეფერება. ეს არის რახუს გავლენა. ან ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც აი მერკური არის რახუსთან ამ ურთიერთობაში და ყოველთვის მოგწონთ ადამიანები, რომლებსაც მაღალი ინტელექტი აქვთ. ესაც როდესაც ზედაპირზე ამოდის, ხო? თითქოს ბათილდება სავით. და ადამიანს უჩნდება უფრო ნათელი ხედვა, რას ითხოვს არარეალურს მეორე პარტნიორისგან. ასევე დაგეხმარებათ რახუს მანტრის გამეორება, რომელიც გააჯანსაღებს რახუს ენერგიას, იმიტომ რომ რახუს ენერგია არ არის ცუდი, უბრალოდ რახუს ენერგია არის ზოგჯერ არაჯანსაღი და თვითონ რახუც შედის ხოლმე შეცდომაში. ამ იოგას აბათილებს თუ იუპიტერის ასპექტია, შეიძლება ძალიან ეხმარებოდეს, თუ იგივე სახლზე არის იუპიტერის ასპექტიც. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იოგა არ ხდება იუპიტერით, მაგალითად, თუ რაჰუ არის იუპიტერის სახლში და იქ ხდება მერე ასპექტი, მაშინ აღარ ითვლება, იმიტომ რომ თვითონ იუპიტერს სჭირდება დახმარება რაჰუს ილუზიიდან გამოსვლაში. სულ ეს იყო, რაც ამ თემასთან დაკავშირებით მინდოდა თქვენთვის გამეცნო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი პოზიცია მუშავდება და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი ცხოვრება გექნებათ. მადლობთ ყურადღებისთვის.